ღიმილის ბიჭები პირველად კინოეკრანებზე 1979 წელს გამოჩნდა. ფილმი იმ თბილისელ სკოლის მოსწავლეებს ეძღვნება, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვეს. დროებით თავისი ოცნებები გვერდზე გადადეს, ახლობლებს გამოემშვიდობდნენ და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ. აქედან დაიწყო მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ღიმილის ბიჭების გადაღება ჯარისკაცის მამის დამთავრებისთანავე დაიწყო. სცენარის ავტორი ამჯერადაც სულიკო ჟღენტი იყო. მან სცენარში ფრონტზე მიღებული საკუთარი გამოცდილება გამოიყენა. რეჟისორმა კი ფილმის სცენებში თავისი კლასის ისტორია მოაქცია. ღიმილის ბიჭების გადაღებაში ყველა აქტიურად იყო ჩართული. რეჟისორი ფილმის გმირებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეძებდა. ბოლოკა საძებნელად კი იმერეთისკენ გაეშურა. ჩავედი, მანქანა ჩვენმა დაიგვიანა, უკვე სკოლა გათეებული და რომ მიმართე დირექტორს, მითხრა ახლა მე რა ვქნაო. სახლები და ხوار დაუძახე ხალხს. გადაათენე დაგავე და ყველა სკოლაში მოვიდა იქიდან არჩიეთ ვიწყიდა. ამ დროს კაბინეტში ისმის საშნელი ცივილკები. განსაკუთრებით ერთი ხმა ისმის მამაცადა ბურთი, ცალბიდი ხარ, კივის მამაცი ბურთი, ასეთი კივილი ისმის. ვთხარი ეს რა არის? კალათბურთს თამაშობენ, მეტყვი ვინ მეთქიდა? მერვე კლასის მოწაფეები არიან. ვთხარი შეიძლება გვაჩვენეთ რომ გავედი და დავჯექი. ახლა იმათ არ მოუწევიათ ბავშვები თამაშობდნენ, ეს კი არა, რომელიც ყველაზე თებერს კიოდა და წიოდა და სადაც ასეთი ტიპი იყო. ვიფიქრე ეს არის ნამდვილად ბოლოკას მამა თურმე ეჭვის თვალით უყურებდა ამ ამბავს. ეშინოდა რომ შვილის სწავლას მოწყდებოდა და არასოდეს წიგნისკენ აღარ გაიხედავდა. მაგრამ რეჟისორმა ბოლოკას მამა დაითანხმა და მისი შიშიც უსაფუძვლო აღმოჩნდა. ფილმმა რეჟისორს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა. ღიმილის ბიჭებს რაც შეეხება დღემდე მეგობრობენ და აქტიურად იკრიბებიან. დაუვიწყარია მათთვის სკოლა, კლასელები. დაუვიწყარია ის პერიოდი, როდესაც ისინი ღიმილის ბიჭების გადაღებაზე მუშაობდნენ. ესენი ხომ ღიმილის ბიჭები არიან, რომლებიც მაყურებლის თვალწინ მრავალ ჭირნახულ მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ.